თბილისში ინკლუზიური სპორტის განვითარებისადმი მიწყვლილი მასშტაბური სპორტული ღონისძიება გაიმართა, რომელიც გალფის შეერთებული შტატების საელჩოსა და ასევე პარტნიორი ორგანიზაციების ორგანიზებით მოეწყო. ფესტივალი ახალგაზრდების ჩართულობას, პარასპორტის პოპულარიზაციას და სპორტის საშუალებით თანასწორობის იდეის გაძლიერებას ისახავდა მიზნად. ღონისძიება მრავალფეროვანი აქტივობებით გამორჩეული იყო, საჩვენებელი მატჩებით და ასევე საერთაშორისო სტუმრების მონაწილეობით. ამ ღონისძიებას ჩვენი გადამღები ჯგუფი ესწრებოდა და უფრო მეტი დეტალი ვნახოთ ნინი გიგიშვილის მიერ მომზადებულ სიუჟეტში. თბილისმა მასშტაბურ და ინკლუზიურ სპორტულ ღონისძიებას უმასპინძლა, რომელიც გალფის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და პარტნიორ ორგანიზაციებს მაგ ჯორჯიას, საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის, პარასპორტის განვითარების ცენტრისა და ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიება ზაზა ფაჩულიას სახელობის გალფის საკალათბურთო კორტზე მოეწყო და ინკლუზიური სპორტის პოპულარიზაციას, ახალგაზრდების ჩართულობასა და პარასპორტის განვითარების ხელშეწყობას მიეძღვნა. ღონისძიებას განსაკუთრებული საერთაშორისო მნიშვნელობა ჰქონდა. თბილისს სტუმრობდნენ მსოფლიოს ორი ტიტულოვანი ეტლით კალათბურთელი, როუზ ჰოლერმანი და სტივ სერიო, რომელთა მონაწილეობამ პროექტს დამატებითი სიმბოლური დატვირთვა შესძინა და ინკლუზიური სპორტის იდეა კიდევ უფრო გაამყარა. დასრულდა სამდღიანი დღესასწაული, რომელიც იმართებოდა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მაგ ჯორჯიას, საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის და გალფ ჯორჯიას თანაორგანიზებით. ღონისძიების მიზანი იყო, რომ რაც შეიძლება მეტად ხელი შეეწყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებსა და ზრდასრულებს თავიანთი სპორტული ინტერესის განვითარებაში და ეტლით კალათბურთი სწორედ ამას ემსახურება. ძალიან გვიხარია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად შეძლო ასეთი მნიშვნელოვანი და შთამაგონებელი ღონისძიების მხარდაჭერა. დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ სპორტს აქვს უნიკალური ძალა გააერთიანოს ადამიანები, წაახალისოს თანასწორობა და შექმნას შესაძლებლობები ყველასთვის. ჩვენ ვიხილეთ ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა, საინტერესო სპორტული აქტივობები და გარემო, სადაც თითოეულ მონაწილეს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალება მიეცა. სწორედ ასეთი ინიციატივები უწყობს ხელს უფრო ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბებას და გვიხარია, რომ ამ პროცესის ნაწილი ვართ. გვახარებს ის, რომ მაგ ჯორჯიამ შეძლო კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ღონისძიების ორგანიზება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის და დასრული პირებისთვის, რაც გულისხმობდა ეტლით კალათბურთის გამოცდილების მიწოდებას მათთვის. ამისათვის ძალიან დიდი მადლობა ეკუთვნის ამერიკის საელჩოს, იმიტომ რომ ამ ღონისძიების ორგანიზება შესაძლებელი გახდა მათი ინიციატივიდან გამომდინარე, ასევე უდიდესი მხარდაჭერა მივიღეთ გალფისგან, ზაზა ფაჩულიას სახელობის აკადემიიდან და პარასპორტის განვითარების ცენტრიდან. მე ვფიქრობ, რომ დაუვიწყარი გამოცდილება მიიღეს ბავშვებმა, მათმა მშობლებმა და გვაქვს იმედი, რომ ამ ღონისძიებით საფუძველი ჩაუყარეთ ბავშვებისთვის კიდევ ერთ საინტერესო პარაოლიმპიურ მიმართულებას. დღის განმავლობაში სპორტული ფესტივალი მრავალფეროვანი აქტივობებით წარიმართა. ახალგაზრდები ერთმანეთს ორ შეხვედრაში დაუპირისპირდნენ, სადაც ბანაკის მონაწილეები და ზაზა ფაჩულიას აკადემიის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. თამაშებმა მეგობრული კონკურენციის ფონზე სპორტული სულისკვეთება და გუნდური მუშაობის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ გამოკვეთა. პროგრამა მხოლოდ კალათბურთით არ შემოფარგლულა. ღონისძიებას ინკლუზიური საცეკვაო ნომერიც დაემატა, რომელმაც სპორტისა და ხელოვნების შერწყმა წარმოაჩინა. დღის მთავარ ნაწილს ზრდასრულთა საჩვენებელი მატჩი წარმოადგენდა, რომელიც მაყურებელს პროფესიული და პარასპორტული გამოცდილების ერთ სივრცეში ხილვის შესაძლებლობას აძლევდა. საღამო კი ახალგაზრდების ფინალური თამაშით დასრულდა, სადაც მთელი დღის განმავლობაში დაგროვებული ემოციები და ენერგია ერთ მატჩში აისახა. ეს არის კალათბურთი ეტლით მოსარგებლე სუპერგმირების, იმიტომ რომ მათი სუპერგმირები არიან, რაც ესენი აკეთებენ. მე მხვდა წილად ბედნიერება, რომ იყო მათი, ასე ვთქვათ, წამყვანი, რომ რაღაცა ენერგია, ჩემი ენერგიაც მივცე მოთამაშეებს. ძალიან მნიშვნელოვანია ესეთ რაღაცეები სპორტსმენებისთვის, რომ უფრო მეტად იყვნენ ჩართულები შეჯიბრებაში, ამ აექრობაში, ასე ვთქვათ. და მთავარი ამბავი ის არის, უნდა გავერთოთ, გამხიარულდეთ და ერთად ვითამაშოთ შესანიშნავი ეს თამაშობა, რომელსაც ქვია კალათბურთი.
ღონისძიების დასასრულს ორგანიზატორებმა, გალფმა, ამერიკის საელჩომ და პარტნიორებმა ინკლუზიური სპორტის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს იმ შესაძლებლობებს, რასაც მსგავსი საერთაშორისო პროექტები ახალგაზრდებისთვის ქმნის. თბილისში გამართულმა სპორტულმა დღესასწაულმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ ინკლუზიური სპორტი აერთიანებს ადამიანებს, აძლიერებს თანასწორობის იდეას და სპორტს სოციალურ ცვლილებად აქცევს.